მოგონე, როცა ამობენ ის ჯულის ქვეშ ვარ. სიტყვა არასდროს ეს ჯულის ქვეშ. აი მე რო შეგეუნება, ჯულის ქვეშ ვიყნა რას ნიშნავს? ჯულის ქვეშ ნიშნავს ეს, რომ შენ ცხოვრობ ათიმცნები. მაგრამ ეს ათიმცნება შენ რა? რას გეუნება? ხარ გზაზე, ქრისტიანობა ხო ეს გზა? ესაფედა გავდივართ, ხო გზაზეა. ამ ესაფედას ამ გზას აქვს გარკვეული წესები, თამაშის წესები. ხო, მოვთქვი. შენ გილეხულად როგორ? თამაშის წესები. ამ თამაშის წესებს შენ ემორჩილები რატო? თუ არ დაემორჩილე, ფინიშამდე ვერ აღწევ. კი ბატონო. ასე შენ მართვის წესებს თუ არ დაემორჩილე, შენ შეიძლება ვერც მიხვიდე იმ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიხვიდე. ვერ მიხვიდე. ან სხვა მოკლა, ან შენ მოიკლა თავი, ან დაიჭრა, მაგრამ ეს ნიშნავს თუ არა შენ იმის ქვეშ. ანუ ზოგიერთ ასე ისმის იესო ქრისტე ჯუიდან დაგვეცნო ჯუის ქვეშ აღარ ვართო. ანუ ეს ასე ნიშნავს. მე დავჯექი დასაზე, რასაც მინდა ისე გავაკეთე, ისე წავა. ჩემთვის არ არის ნიშანი 120 კილომეტრი დაშვებულია, შემიძლია 180 წავიდე. ო, მაგრამ იმას არავინ არ ამბობს, რომ ათიმცნება გაუ. ამბობ. და უგურე კიდე როგორ წარმოგუდგენიათ ეს ჯულის ქვეშ ყოფნა კიდევ ჯულის გადარჩენა ეს მათ წარმოგუდგენიათ რომ აი მაგალითად მე თელი ცხოვრება ვატარე ავტომანქანა ერთ ჯარიმა არ ამიღია სულებით ყველაფერი გავაკეთე იდეალურად და მივდივარ იუსტიციის სამინისტროში სამინისტროში მე არაფერი არ დამიშავებია თელს და მომეცით ახლა ჯილდო მოგაეცინე ზოგადად გიშემეს შეთვის კაიო ხო? ანუ მე რას გეუბნები, ეს არის ის წარმოდგენა, რომელსაც სამხატვრო ქრისტიანებს აქვს ადამიანი, რომელიც მცნებებს იცავს. გონია მე თუ მცნებას ვიცავ, იმიტომ ვიცავ, რომ გადარჩე. არა ძმა. მე მცნებებს ვიცავ იმის გამო, რომ ის მისია, რაც მე ვთქვა დამატისა დედამისაზე, ის შევასრულო, ის მისია. ჩემი მისია არის გზა გავიარო ესტაფეტა ბოლომდე. ხო, გრავიტაციის კანონსაც იცავ, არ გადმოხტები მეც რატომ კიბიჩადი ხარ. გადარჩენა. ეს არის წმენა. და ებრაელები ეს კარგად იციან. ასე რომ ვთქვათ, რომ დენომინაცია რო ავიღო, დაუბრუნდეთ შეკითხვა, რომ დენომინაცია რო ვთქვათ, აი დენომინაცია გადამჩენელია და ჭეშმარიტება მარტო ამათშია, ეს არასწორია. იცია, მაგრამ წმენას ხო მოძღვრება უნდა სევდეს თან. ქვის ქრისტეს მოძღვრებაში არ მკვიდრობს, მას მეთი არ ყავს ივანემ. ცალკე მინდრო იმ მოძღვრებას მოყვება წმენა. წმენის საქმეა ის ზუსტად ის მოძღვრება. შენ მოძღვრება წამს. ანუ ქრისტე წამს მისი მოძღვრება წამს ანუ. წამს, მაგრამ როგორ ცხოვრობ თუ არა? არა, ცხოვრება შესაბამისი უნდა იყოს, რა თქმა უნდა. მე რას გეუბნები, მოძღვრება მნიშვნელოვანია, მოძღვრების თემა, მე მაგრამ ცალკე აღებული მოძღვრება, რომ თქვათ, ეს არაფერს არ ნიშნავს. მოძღვრება ძალიან ბევრი კაი აქვს იმას თუ ბაპტისტებსაც იმათაც, მაგრამ მაგას ვერ იტყვი შეგარანტია, რომ მხოლოდ იქ არის განაცხადი. ამას გულისხმობ, მოძღვრება განუყოფელია, განცალკევება არ შეიძლება. ესმენეს და მოძღვრების ამაზე ურიელზე არა. ნამდვილად მენას უნდა მოყვებოდეს ჯანსაღი მოძღვრება, მაგრამ ჯანსაღი მენას უნდა მოყვებოდეს ჯანსაღი მოძღვრება. თუ ჯანსაღი მოძღვრება არ არის, ჯანსაღი მენას არ არის. ო, ანუ იდეა ეგ არის. კი. ერთმანეთს უმეშობა აქვს. და არის ჯანსაღი მენა და ჯანსაღი მოძღვრება, რომელიც სრულ ბიბლიას ხადაგებს. ანუ ერთი კრიტერიუმზე მივედით. ვინც აყენებს ღმერთის სიტყვას პრიორიტეტად, ცენტრი როდესაც მათია, ღმერთის სიტყვა არის ცენტრალური. მაშინ ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც რაღაცა შეიძლება ჩავეჭიდო. იუსამ ტიპოლოგიაში იოსები არის იესოს ხატოვნება, ხო? ტიპი. ანუ ქრისტეს ხატოვნება იოსების ისტორიაა. ტიპოლოგია ნიშნავს, რომ თავარი ცენტრალური ფიგურა არის იესო ქრისტე და მისი მიმსგავსები არის სხვადასხვა პერსონაჟი. ამას ქვია ტიპოლოგია. ბიბლიური ტიპოლოგია. იოსების რა შობოდა იოსები? მამასთან მიქონდაო ძმების სუდი ამბები. ღმერთის სიტყვა რას ამბობს? ეს იქნებაო
სამხილიო თქვენ წინააღმდეგ. თუმცა არ დაიცავთ. იესოქის რას ამბობს? ვინც ირწმუნა, მან მიიღო გადაბარა, ვინც არ ირწმუნა, ის უკვე მჟავდალდებულია. ანუ ხედავ, ქრისტე ეს ქრისტეს ღმერთის სიტყვა. იოსების წყვილა არ მეკონდა. ეს არის იესოსთან შედარება. ღმერთის სიტყვა გაჩვენე შენ. არ ჩვენო შტუა. იღლავს. ჭები? ამიტომ იესოს მოწაფეობა ერთადერთი სწორი გზა. და ამას ძმაო დენომინაცია არ ჭირდება. ამას ჭირდება ადგილი პოვო შენი ადგილი. კიდე აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ზოგი ადამიანი თავის ადგილს პოულობს 50-იანებში, ზოგი ბაპტისტებში, ზოგი მართლმადიდებლებში. თავალია, მე ამას ასე უყურეს ჩემი აზრით. ამას მე არ ვამბობ. მე არ მეყვარს ადამიანის ერთი ეკლესია და მეორეში გამოყვანა და გადაყვანა ესეთ რაღაცები აზრს არ მეყვარს. მე ძალიან ვთქვი თუ შენ ატყობ რომ შენ ხარ იმ ეკლესიაში და შენ ამ ეკლესიაში ყოფ რაგებითად მოქმედებ შენზე ანუ იცვლები ხასიათში გავსებს გზრდი გავსებს იზრდები სულიერად უფრო ღმერთს ეწებები უფრო იმას მაშინ შეხარ სწორად ის მაგრამ თუ შენ მათ უნდა იყოს წელი შედაბდა ზოგი თუ აიტყუებს თავის გაიგე? აქ უნდა იყოს სიცოცხლე. და ეს სიცოცხლეს საწყლის სიცოცხლეს. შეიძლება მოატყუო შეიძლება, მაგრამ წინაწელს ვერ მოატყუო. ეკლესია შეიძლება წინაწელი ისწავლება ეს ამ თავად. იმიტომ ის გამხեց. ისა მინიშნებელი რომ შენ ხუდვაში. აი კიდევ ახსენი შენ რომ ესე იგი წმენით გადარჩება ადამიანი, ხო? გამართლდება. და მაგრამ ქრისტიანობს რომ საქმეებით განიკითხება ბოლოს და ეს რო ერთი და იგივეა წმენა და საქმე. ებრაელებში ემუნა, წმენა ეს არის იგივე საქმეც. როგორ ეს ბერძნული ფილოსოფიიდან არის წამოსული რომ წმენა არის რაღაცის დაჯერი. აი რაღაცა ჯერ ეს ბერძნული განმარტება ებრაელებისათვის ემუნა წმენა ეს ნიშნავს კიცე დგომას მიხეობას ეს მარტო დაჯერება არა ეს არის მიხეობა და კიცე დგომა აი კიცე დგომა და მიხეობა და იმის გაკეთება ის შენ ჯერა ანუ დაჯერება ეს ბოლო ვარიანტია. ანუ მე რომ წამს რა ლაპარაკობს ჩემი წმენაზე. მე რომელ პოზაში ვზივარ დივანთან ტელევიზორში თუ ისაც მე ვაკეთებ. საქმეები რა თქმა უნდა. ამ საქმეები ამბობს იესოს. ანუ იგივე მაინც წმენით განიკითხება. რომ წამდა თუმცამდა მაშინ რატო არ ცხოვრობდი ეს რასაკეთებ და მაგალითად აი ავიღოთ ადამიანი ძალიან მორალური, ზნეობრივი, კულტურული მაგრამ იესოს წმენა არ აქვს მაგრამ ძალიან მორალური ადამიანი რო შეხედო წესიურად ნორმალურად იქცევა მართლა მისაბაძე კაცია მისაბაძე ადამიანია მაგრამ იესოს წმენა არა აქ ხდება ანუ წმენა და საქმე ხო ერთად უნდა იყოს. ნუ მომენტია. ძალიან ბევრს ეშლება რომ წმენის საქმე გონი ადამიანს ცნეობა და მორალური ცხოვრება. ეს საკმარისი არ არის ეს მორალური ცხოვრება, კიდე რაღაცაა ეს არა, ეს ნაწილია იმის წმენის ნაწილი. იმის რომ შენ არ ხარ ბოროტი, ეს არის შესო შენ კეთილი. რა შუალედია. შუალედია, უბრე. იმას რომ შენ ბოროტი არ ხარ, ეს არის შესო იმას კეთილი, კეთილი. შეიძლება ნეიტრალური ხარ ვაფშე. ლაუდიკის ეკლესიას რა პრობლემა დაემართა, გახსოვს? არც ნელთვილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი. ნელთვილი ხარ.
ადამიანს რომელსაც არ აინტერესებს რელიგია, თავის კომფორტის ცხოვრობს, ამ ადამიანს რა ჭირს, იცი? რაც აქვს ეგოიზმი. ეგოიზმისა და იგნორს. სიამაყე და სიამაყე ეს არის სოდვა და ათენ აღარ გავაგზავნე. ანუ ეს არ არის კრიტერიუმი შენ. მუდელიონები ქრისტიანობა ეს მოძებნისა დინამიკა. ესა დუნამოს, აი თქვენ მიიღებ ძალას დუნამოს. ძალა არის ბერძნული სიტყვა, აქედან წამოსული სხვადასხვა სიტყვა. ესა დინამო, ელექტროენერგიის წარმოქმნა და კიდევ სიტყვა წარმოქმნა დინამიკა. დუნამოს ძალა, ბერძნულად ისროლა თქვენ მიიღებ. ეს სულიწმინდა რო გააქვს შენში მოქმედი, ეს არ შეიძლება შემიყვასო. დივანზე წამოსული ზნეობრივი პიროვნება.